ჩვენ რეალურად ვიწყებთ კონკურსს არჩევას იურისტების. მარი ძალიან მაგარ საქმე საქართველოში ეყრება საფუძველი. ესეთი იურიდიული სამსახური მეორე საქართველოში კი არა, კავკასიაში არ იქნება. მოდი ვნახოთ არჩევის პროცესი. რომზანდა. ოღონდ ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ. ეს დიდი ხნის ჩანაფიქრია და ეს ჩვენ უკვე ავასრულეთ. ამაში ძალიან დიდი როლი აი ამ გოგონამ მოგწონს. ამას გავაკეთებ ჩვენ. აი გოგონას დამსახურება ძალიან ბევრი რამე. გისურვებ წარმატებას. თუ ვინმეს პრობლემა ექნება, ხალბატონ მარიამთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მართალი ადამიანი არ გაამდღნო. თავარია ჩვენამდე მოვიდეს და საქმე მოგვიტანოს, რომელიც პირველი რიცხვიდან დაიწყება. ეს თქვენი დამსახურებაა, ბატონო. ჩვენიც. მე რასაც პირდებით ის არის, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თქვენნაირი ჭკვიანები, ჯანმრთელები, საქართველოს მოქალაქეები, საქართველოზე შეყვარებულები არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს სამუშაოდ სხვა ქვეყნებში. რაფუსაც საქართველოში იშოვით 4-ჯერ, 5-ჯერ მეტ ანაზღაურებას მიიღებთ იმ ქვეყანაში. და მე აქეთ არავინ არ მოდის და ეს არის ძალიან სამწუხარო. მაგრამ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, თქვენთან ერთად, თქვენი დახმარებით, რაღაც პროგრამები ჩვენ გვაქვს, რომ თქვენი ტოლები, ჩემი ტოლები და ის ადამიანები, ვინც წასულები არიან, ჩვენ საქართველოში დავაბრუნოთ ერთმანეთის დახმარებით და დაუმტკიცოთ იმათაც, რომ აქაც უკვე ცხოვრება რეალურად უფრო უკეთესი იქნება ხვალ, ვიდრე არის თქვათ დღეს. ვინც ბიზნესში ვარ, არ გვისმენენ, მაგრამ იურისტებს რეალურად უნდა მოусმინონ. და თქვენ არაფრით არ უნდა წახვიდეთ, უნდა ურჩიოთ, რომ აქეთ წამოვიდეს ყველა ის, ვინც წასულია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი დღისთვის, ასდროს არ უნდა ვათქმევიოთ მომხმარებელს, რომ ვაი ეს რა მომივიდა. და ეს რო არ იქნება, ამისთვის 100% უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, ვინც უკვე ასობით შემოსული არის განცხადება, რომ მოდი ჩემი საქმე განიხილეთ. აი დღეს ბატონი კოტი არის მათემატიკის თვითონ ხელმძღვანელი, არის იურისტი, არის თქვენი კოლეგა და რამდენ შეკვეთას ღებულობს, მე არ ვიცი დღეში რამდენი ადამიანი უკვეთავს, რომ მე ვიცი გელა ბარკელაია შესწავლას არ დაუშვებს. მოდის გადავიდეთ საქმეზე. აი რა მაძლიერებს იურისტები ხართ და ჩვენს გეტყვით. აი რას მაძლიერებს არის ეს ადამიანი. აი ეს როცა გარდაიცვალა ვიყავი პატარა ბიჭი და საიდან მოვიდა არ ვიცი, ერევნის ქუჩა ერქვა ჩემს ქუჩას და აი ამ პატარა ბიჭმა დავარქვი დედის ქუჩა. და მეც არ ვიცი როგორ. და დღესაც დედის ქუჩა ქვია. მერე ჩემი პატრიარქმა მოაყვანია ჩემი თავი. აქ ვიყავი დიდხანს პატრიარქთან. მერე ნანულიმ გამიშვა ამერიკაში. შევარდნაძეს მეუღლე და ასე შემდეგ. და ეს მაძლიერებს, რომ ყოველ დღეს სადაც ყველა ქვეყანაში, სადაც კაბინეტი მაქვს, არის დედაჩემის სურათი. აი ესეთი წიგნებია ბიზნესზე ძალიან კარგი წიგნები. Omzan'da nahot
მარის მარი გავადები გაზრებთ ყველა იურისტებს ბანკარს ხომავერია თუ არ არის ყველა კი არის აგერ ჩაწები არის კიდოდა აქედან გაგვეკეთებია მაგრამ მაინც ხოიცით წითელ ხალიჩაზე ადამიანი რო გაივლის ვიზია მე ვაჭრობას არ დაგიწყო ამ ქვეყნიდან იმდენად ბევრი საქმეები შემოდის კრუპნი რასაც ქვია კრუპნი საქმე იმიტომ რომ ამათ უნდათ მიწის დარეგისტრირება ცხოვრება ბიზნესი და თქვენ იურისტები ხარ და კანონი რა საშუალებასაც მოგცემთ ყველანაირად უნდა დაეხმაროთ სად არის გოგონა? არის ჭიქა, რომელიც მალე გათამაშდება და შეიძლება მოიგო ჯეტური და ჩუქნი. მადლობა. აი აქ დაждდება ის ადამიანი, რომელიც აქედან ავარჩევ. არასდროს დარეკილით ჩემი ბიძაშვილია, არასდროს არსად არ დავინიშნია. რაც შეეხება პრეს-კონფერენციებს, ჩატარდება იქ, სათათბირო ოთახში. და იქ იქნება ჩართვა დუბაიდან, აი როგორ არის დიდი საქმეები რაღაცა რო არის თქვათ, იქ გადავა ადვოკატი, დაждდება და იქ იქნება მე როგორ ჯობია. თქვენ როგორ დაიწყებთ მუშაობას, 6 თვე გაივლის, დუბაელებთან გექნებათ კავშირი, ხელშეკრულებას გაფორმდება და 6 თვეში თქვენ შეგიძლიათ დუბაიში 3-4%-ად სესხი აიღოთ $1,200,000-300,000. და მე რამდენად ავიღე საქართველოში? ხავი გამაძვრეს, იმიტომ არაფერი არ მაცვია, ასევე ჩქიდავდია. ბანკა უასწროთ ხავი. რასა ჯოულობ მიგვაქვს საღამოს ბანკში. ახლა ვის მიხსეთ ეს ორი ჭიქა? ვის მიხსეთ? ვისაც უნდა? ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა, ვისაც ორივე საბუთი აქვს? მე. Așa și în condă zerticica. Madlova dedi. Madlova. Cricăm saruat. Ha? Cricăm saruat. ეს ვისვაჭუკა. შეხედა როგორ იყურება იქით, იქით რა, იქით იყურები ზე. ხონდი. აი ეს. ორე რა ნომერი შეფთა? 0-0-21. მოვა დრო და ჩვენი პარტიის ნომერი 31 იქნება. აი ეს ჩემი დაბადების წელია. ო, რაღაც სიმბოლური. ისურვებ წარმატებას. უყურეთ, პირდებით რომ გული არ დაგწყდეთ. ზუსტად ის ადამიანები, ვინც იმ დღეს ჩვენ დავждებით მაგიდაზე, ყველას გაჩუქებთ. ქეთი, ყაყოფილი ხარ დღევანდელი დღე. მაგარი. აი რა კარგი გოგო ბიჭები ყავს საქართველოს. იურისტები და შენ ყველას გისურვებ წარმატებებს. შენ ეუბნებოდი რომ ამერიკაში წავიდე სასწავლებლად, ხო? რატო მომზადე? რატო უნდა წავიდეს ამერიკაში ეს გოგონა? თქვენ იზიათ ყველაზე ახალგაზრდა იურისტი მილიონერი შეგვიქნებით. რატომაც არა? მომზადე. მარა შევიდა, შენ გინდა ჭიქა. კარგი დღე იყო, ძალიან ბედნიერი. მადლობა. ეს ორგანიზება შენ ჩაატარე, ძალიან კარგი გუნდი შეიქმნა. ნახოთ.